ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდნენ სამეგრელოს რეგიონში და მოინახულეს სოფელ რუხში, განმუხურში, ახალ აბასთუმაში, რიყესა და ტყაიაში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები ზოგადად არის ყველაზე მძიმე, როგორც ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა და წელსაც, როდესაც გვქონდა ესეთი გასვლა, გამოვლინდა, რომ იქ არის განსაკუთრებით მწვავე საკითხები, რომელიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს და ფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გავაკეთოთ ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრა მუნიციპალიტეტში. ლუკა ჭანიას გადაადგილება მხოლოდ ეტლით შეუძლია. მისი დიაგნოზია ტოქსოპლაზმოზი, გონებრივი ჩამორჩინლობა, აქვს ფსიქიკური პრობლემები. ფინანსური მდგომარეობის გამო წელიწადნახევარია არ ყოფილა ექიმთან, საჭიროებს მუდმივ სამედიცინო გამოკვლევებს და მასაჟებს. ლუკა ძველი ეტლით ვეღარ სარგებლობს, რის გამოც მათ სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი. ბევრი ხანია რომ ამის წამლები არ მიმიციან, მე ექიმებთან არ მყავდა რა ფინანსური პრობლემების გამო. ახლა ამ ბოლო დროებში ერთი წლის განმავლობაში ეწყება მას რაღაც შიშები, კუნჩხვები. გუშინ წინ მაგალითად ორჯერ დავალინე დიაზეპამი და საერთოდ არ იმოქმედა, ძალიან ცუდად იყო. რა ვიცი ამის საპენსიო დაზღვევა რო აქვს, ეს არსად არ რომ მივედი არ მოქმედებს. გასიებული ქონდა გლანდები რაღაცა და მე ვიყვანე და არ მოქმედებს მითხრას და იმის მერე საერთოდ არ მივსვა მე ისე რომ ჩემი ფინანსებით მივდივარ და რამე დამჭირდება, მაგრამ ამ ბოლო დროებში საერთოდ არც ფინანსურად არა მაქვს რომ ხო, როცა მუშაობდა მეუღლე კი ყოველთვის კონტროლზე მყავდა, მასაჟებს უკეთებდი, წამლებით, მაგრამ რო არ მუშაობს ახლა რომ მოხსნეს სული ინფექცია. ხატია ძაძუამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონიტორმა ეს შემთხვევა ქალთა საინფორმაციო ცენტრს მიაწოდა. მაისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლუკა ჭანიას დასახმარებლად ქალთა საინფორმაციო ცენტრი ერთი ფანჯრის პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იქნებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეეცდება პრობლემის აღოფვრას. გასვლით ვიზიტებში მონაწილეობს მთელი პროექტის გუნდი, ფაქტობრივად არის ჩართული. აუცილებლად არის ადგილზე იურისტი, პროექტის კოორდინატორი და ასევე ჟურნალისტი. მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელმაც გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ერთი ფანჯრის პრინციპის მეთოდოლოგია დაინერგოს ადგილობრივ დონეზე. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტის დასრულების შემდეგ, რომ განხორციელდეს ამ მეთოდით მუშაობა და გასვლით შეხვედრაზეც ჩვენთან ერთად წელს უკვე იყო გამოსული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, ის იყო გამგეობის სოციალური სამსახურიდან. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ სამეგრელოს, ზემო სვანეთისა რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას. საუბარი გაიმართა პროექტის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას. თუნდაც ერთი პრობლემა მოგვარდეს, იმ 1000 და იმ 10000 გამოაკლდება ერთი. ამიტომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო სექტორი და ყველა ადამიანი შეიძლება ეს იყოს ადამიანი რესურსი ჩართული და ბიზნესი და ყველა სექტორი უნდა იყოს ერთად, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. ვიზიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ კომპაქტურ ცენტრში ძალზე მძიმე საცხოვრებელი პირობებია. ამას ემატება დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. საზღვრისპირა სოფლებამდე მისასვლელი დაზიანებული გზა, რის გამოც ტრანსპორტი ცუდად მოძრაობს და უჭირთ რაიონულ ცენტრთან კომუნიკაცია. ეს პრობლემა თავის მხრივ ქმნის კიდევ ერთ ბარიერს მიიღონ ინფორმაცია და სრულად ისარგებლონ ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისით.